საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია სტუდია ნომერი 8. დღეს სამშაბათი დღეა, საღამოს 9:30. ამ გადაცემას ტრადიციულად გაუძღვები მე თორნიკე კივილაძე, ხოლო ჩემი დღევანდელი სტუმარი კვლავინდებურად გახლავთ ქართული იდეის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, პატრიოტთა ერთობის წევრი გეგა ხვედელიძე. მოგესალმები გეგა. მშვიდობა მოგწოდო. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ კვირა დღეს 30 ნოემბერს შედგა აქცია, რომელიც დაანონსა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა და იმ დიდმა პატრიოტთა ერთობამ, რომელშიც თავმოყრილია არაერთი ორგანიზაცია. ეს აქცია ეძღვნებოდა ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ გამოსვლას, რომელიც ინვესტიცია კი არა, უხმლოდ დაპყრობა ქვეყნისა. ამ აქციაზე გაკეთა მოწოდებები, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს ამ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების წინააღმდეგ, რომლის შექმნაც იგეგმება საქართველოში და ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომლის შესახებაც დღევანდელ გადაცემაში ისაუბრეს ქალბატონმა ირმა ცხორაგაულმა და ბატონმა დავით არხანმოურავმა, კერძოდ მონტენეგროს მაგალითი იქნა ნახსენები, ასევე სერბეთის, ასევე ალბანეთის, სადაც თავდაპირველად მოსახლეობა გამოვიდა და გააპროტესტა ამ არაბული ქალაქების შექმნა. ერთი ხანობა თითქოს ეს პროცესი მინაულდა, მთავრობა გამოვიდა მოწოდებით, რომ დაკმაყოფილდა ხალხის მოთხოვნა, მაგრამ სინამდვილეში შემდეგ იჯარის წესით გადაეცათ ამ არაბულ ფირმებს იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე გარკვეული ინფრასტრუქტურის შექმნა და ქალაქების, ასე ვთქვათ, შექმნა. და ეს პროცესი სავარაუდოდ განვითარდება საქართველოშიც, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მაქსიმალურად დავირაზმოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ატარებს აქციას, ამაზეც მინდა გითხრათ ჩემი გულის ტკივილი. როდესაც პატრიოტთა ალიანსმა 30 ნოემბერს დაანონსა აქცია, იყო Facebook-ზე გამოხმაურებები, რომ აი ალტინფო 7 დეკემბერს ატარებს აქციას და თქვენ რატომ დაანონსეთ 30 ნოემბერს აქცია, რატომ დაგსაქსეთ ხალხიო. სინამდვილეში ხალხი კი არ დაგსაქსეთ. პირიქით, მაქსიმალურად ჩვენი მხარდამჭერები გამოვიყვანეთ და ბატონმა დავით არხანმოურავმა და პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებმა იქ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდეს იმისკენ, რომ 7-შიც მივიდნენ, 7 დეკემბერსაც მივიდნენ გასამართ აქციაზე და ზოგადად ყველა აქციაში მიიღონ მონაწილეობა და ეს დაპირისპირება და ურთიერთქიშპი, რომელიც წარმოიშობა ხოლმე ქართულ საზოგადოებაში, მალევე უნდა მინაულდეს და მალევე უნდა ჩაცხრეს, ვინაიდან არავის მტერი არ არის. თქვენ კარგად იცით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული იდეა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, კონსერვატიული მოძრაობა, ალტინფო და ბევრი სხვა ორგანიზაცია თუ პარტია ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ამ გაერთიანების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო აცგარდაცვლილი ბატონი ლევან ჩაჩუა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა კონსერვატიული და ტრადიციონალისტური ფლანგის ერთმუშტად შეკვრას და მისი ეს მცდელობა ამ ინიციატივის გამზიარებელთა მხრიდან და სხვა ადამიანების მხრიდან, როგორც კონსერვატიული მოძრაობიდან, ასევე პატრიოტთა ალიანსიდან და სხვა ორგანიზაციებიდან გაზიარებული იქნა. ამიტომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის, ახლა ერთობის დროა. ახლა უნდა გაერთიანდნენ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე აქ საუბარი და არა მეხუთე კოლონაზე, ასევე პოლიტიკური პარტიები, ეროვნული პოლიტიკური პარტიები და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით დავრაზმოთ ერი, გავაერთიანოთ ქართული საზოგადოება და დავდგეთ იქ, სადაც აუცილებელია დგომა. და მე სიტყვით გამოსვლისას, როცა გამოვედი ამ აქციაზე, აღვნიშნე, რომ ეს არის ის ბრძოლა, სადაც უკან დახევა არის დაუშვებელი. ერთ-ერთმა მოძღვარმა, რომელიც სიტყვით გამოდიოდა, სამწუხაროდ დამავიწყდა მისი სახელი, განაცხადა, რომ როგორც დიდგორის ბრძოლის წინ უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგა ქართულმა მხედრობამ და საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა, ასევე უნდა ჩავხერგოთ ყველა უკან დასახევი გზა დღეს, ვინაიდან საუბარი არის
საქართველოს კუთვნილი მამულის, საქართველოს კუთვნილი მიწაწყლის, სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების მქონე ტერიტორიების გასხვისებაზე. გულისხმობ გონიოს. აქედან გამომდინარე შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და უნდა ვიმოქმედოთ. არანაირი მოწოდება რაღაც ძალადობისკენ ღმერთმა დაგვიფაროს, მშვიდობიანი აქციებით უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ ხელისუფლება დავარწმუნოთ იმაში რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. გეგა, რა სიტყვით აქციასთან დაკავშირებით? მშვიდობა ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, წყალობა უფლისა, მთელ ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას, რაშიც მიგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და რის წინააღმდეგაც ჩვენ გუშინ ჩავატარეთ საპროტესტო აქცია. გუშინ წინ უბრალოდ ეს იყო მცდელობა იმისა, ერთ-ერთი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ქართულ ხალხში, ქართულ საზოგადოებაში აღვამაღლოთ განცდა, ანუ ამ აქციის ერთ-ერთი მიზანი და ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას ვესაუბრებით, იყო ის, რომ ქართულ ხალხში აღვამაღლოთ განცდა და მოწოდება გავაკეთოთ საზოგადოების მიმართ და აქციაზე სიტყვის გამომცემლებს შორისაც ეს მოწოდებები ჟღერდებოდა, რომ აუცილებელია ჩვენი ქმედითი ჩართულობა, ჩვენი პროტესტის ცოცხალი გამოხატულება. ბევრი ადამიანისგან ჩვენ გვესმოდა, რომ მათ უკან დაიხიეს იმიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების მიმართ გააჩნია საზოგადოების დიდ ნაწილს შიში იმისა, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს, თუ ისინი არა მათი ოჯახის წევრები დაკარგავენ სამსახურს, ზოგს ეშინია სოციალური დახმარების შეწყვეტის და სხვადასხვა სანქციების, რაც შეიძლება მათ დაუწესოს ქართულმა ოცნებამ, თუ ისინი გამოხატავენ პროტესტს და ჩვენ ვცდილობთ და იმიტომ ვაქტიურობთ, ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი აქტივობისა და მოქმედებების არის ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ამაღლდეს სამოქალაქო თვითშეგნება და გაძლიერდეს საპროტესტო მუხტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ აქციის ლოკაციას, არამედ სრულიად საქართველოს და მთელს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მიზანი ბატონმა დავით თარხან-მოურავმა გააჟღერა, რომ არის ის მოიცვას ამ აქციამ, კონკრეტულმა აქციამ, როდესაც ეს დაიგეგმება, ერთ-ერთ სავარაუდოდ არიღად დაასახელა ბატონმა დავითმა 8 თებერვალი წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, რომ ეს აქცია იყოს მასშტაბური, ეს აქცია მოიცვას, ამ აქციამ მოიცვას სრულიად ეგრეთ წოდებული პარლამენტის, იმის რა ქვია, კანცელარიის, რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის თავისუფლების მოედნის, ანუ ყველა ეს ლოკაციები და ტერიტორიები, ანუ ეს იყოს სრულიად სახალხო დიდი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ერის ნებას გამოხატავს სრულიად საქართველოს და იმ გარეშე ძალების მიმართ, ვისაც უნდა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პირადი ეკონომიკური და სხვა მიზნებისა და ამოცანების აღსრულება. ანუ უნდა იყოს დიდი საერთო სახალხო ეროვნული გამოხატულება და ნების დაფიქსირება, შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს წინაშე, რადგან ეხლა ყველას ყურადღება მოპყრობილია საქართველოს მიმართ, ცხადია, როგორც ამ გეოსტრატეგიული რეგიონისა და არეალის მიმართ, სადაც ძალიან ბევრ ძალებს აქვთ თავისი ინტერესები, პირადი ინტერესები, ვგულისხმობ თუნდაც იმ ყბადაღებულ საკითხს, რომ მეორე ფრონტის გახსნა იგეგმებოდა აქ თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ასე შემდეგ, ანუ საქართველო ეს არის ტერიტორია, რომელიც იმპერიათა ყურადღების ცენტრში ოდითგანვე ექცეოდა და დაუშვებელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები და სტრატეგიული დანიშნულების ადგილები გადაეცეს უცხო ქვეყნის გარეშე ძალებს და მათ ინტერესებს მოერგოს. ვგულისხმობ გონიოს ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტს, რომელიც მთელ საზღვაო ბოდიშის მუხტით ჩაგეჭრები, რომ არ დამავიწყდეს, აღვნიშნავ ამასაც. დღეს როცა ქალბატონი ირმა ცხორაგაულის გადაცემას უსმენდი და ქალბატონმა ირმამ არაჩვეულებრივად წარმოადგინა ის ინფორმაცია, რომელიც მოიპოვა ამ ეგრეთ წოდებულ კომპანია Eagle Hills-თან დაკავშირებით.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყანაში რეალურად ეს კომპანია ცდილობდა ასე ვთქვათ, საზღვაო ზოლის დაკავებას. ხო ეს შემთხვევაში არა ცხადია. სტრატეგიული დანიშნულების მქონე ტერიტორიებია და ტურისტულად მოგებიანი ტერიტორია. გარდა ტურისტული და გარდა ეკონომიკური ინტერესისა აქ არის პირდაპირ სახელმწიფოებრივი ინტერესები, აქ არის ისლამური სახელმწიფოს პოლიტიკური ისლამის ინტერესი, ახლა ეს ვიღაცებს არ მახილდება ხოლმე ამაზე ყურადღება, მაგრამ პოლიტიკური ისლამის პრობლემა კავკასიის რეგიონში არ ახალია და მრავალი წლების განმავლობაში ეს საქართველოში ინერგებოდა დაწყებული იქიდან, რომ ჩრდილო კავკასიის რეგიონში მუშაობდა გარკვეული სპეცსამსახურები, ვაჰაბიტური მეჩეთის აშენებით და სხვა და სხვა, გულისხმობ აი პანკისის ხეობას და ქართულ მოსახლეობას ქისტებთან ურთიერთობის საკითხს, გაძლიერებას ამ ისლამური საკითხისა, გულისხმობ აჭარის რეგიონში დაფინანსებებს, როდესაც პირდაპირ წინ დაცვეთის შემთხვევაში ოჯახებს ეძლეოდა ფინანსური დახმარება თურქეთის რესპუბლიკიდან, აზიზიეს მეჩეთის პრობლემა, რაზეც პატრიოტთა ალიანსი, ქართული იდეა და ჩვენი მოძრაობები ატარებდნენ აქციებს, გამოდიოდნენ და ჩვენ ბათუმშიც მართავდით ამასთან დაკავშირებით გამოსვლებს, ანუ პოლიტიკური ისლამის საკითხი ეს არ არის მეორე და მესამე ხარისხოვანი საკითხი, გარდა იმისა, რომ არსებობს ეთნიკური და კულტურული პრობლემა, ანუ ეთნოკულტურული ჩანაცვლების პრობლემა, რაზეც ძირითადად აქცენტი კეთდება ხოლმე და ეს რა თქმა უნდა პრობლემური საკითხია და მნიშვნელოვანი საკითხი არის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ რეალობაში. მეორე საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არის პოლიტიკური ისლამისა და ისლამური ექსპანსიის პრობლემა კავკასიის რეგიონში და როდესაც თურქეთის საზღვართან ხდება ეს საკითხი და თურქეთის საზღვართან 3000 მეტრში მიმდინარეობს მშენებლობა იმისი რა ქვია ესე ამ არაბული ქალაქისა, ეს პირდაპირ უკავშირდება სწორედ პოლიტიკურ ისლამს და არაბული სპეცსამსახურებისა და არაბული სახელმწიფოს ინტერესის საგანი არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, ეს არის საერთო ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით მართლაც რომ გვმართებს დიდი ეროვნული კონსოლიდაცია და სოლიდარობის განცდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა იმ საინიციატივო ჯგუფსა და ორგანიზაციას, რომელიც ამის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს, კითხვა იმის შესახებ, რატომ არ ვერთიანდებით, ეს ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოში და დღეს არ დაწყებულა ამ შეკითხვის დასმა. ჩვენ თორნიკემაც აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების წინ გავაკეთეთ დიდი ერთობა და ჩვენ ყოველთვის ამ ერთობის მომხრეები ვართ და ყოველთვის მოსურნეები ვართ, რომ დიდი სახალხო ეროვნული ერთობა შედგეს საქართველოში, მაგრამ გარკვეულ ასპექტებში არსებობს ხოლმე აზრთა სხვადასხვაობები, რაც ჩვენ გვხობს, რაც ჩვენ გვაპირისპირებს, მაგრამ ამის გადაყვანა პიროვნულ შეურაცხყოფებზე და პირად დაპირისპირებებზე ეს მხოლოდ დააზიანებს ქართულ ეროვნულ ინტერესს. ძალიან ადვილია სოციალურ ქსელში და ზურგს უკან ადამიანებზე ლაპარაკი და ჭორაობა, გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად fake account-ებიდან სოციალურ ქსელში წერს თავის პირად მოსაზრებებს და არაკეთილი ძალების მიერ გაცხადებული პროპაგანდის გამმეორებლები ხდებიან ხოლმე და იმეორებენ იმ ნარატივს, რაზეც ჩვენს წინააღმდეგ მომართული არაკეთილი და ანტიქართული ძალები აჟღერებენ ხოლმე ამ იდეებსა და ამ მოსაზრებებს, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონდა დაგსაქსონ, სწორედ მათ ნარატივს იმეორებს ის ხალხი, ვინც ილანძღება და ვინც შეურაცხყოფს ამ აქციაში მონაწილე ადამიანებს, გამომსვლელებს და ინიციატორებს, ვინც ყოფს და ვინც აპირისპირებს ქართველებს ერთმანეთში, ის არის ყველაზე დიდი მტერი დღეს საქართველოსი. ჩვენ ხელს უწვდით ყველა პოლიტიკურ ძალას და მოძრაობას და მოუწოდებთ მათ ერთსულოვნებისაკენ, ეს არის ჩვენი გაცხადებული ნება და ბატონმა დავით არხან მოურავმას თავისი აქციაზე გამოსვლისას სიტყვაში თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა გამოსვლას, მათ შორის 7 დეკემბერს გამართულ გასამართ აქციას, რომელსაც ატარებს ალტინფო, არავით არის საწინააღმდეგო, ჩვენ არავის მიმართ არ გვაქვს და პირიქით მოუწოდებთ ხალხს, რომ ყველგან მივიდნენ, სადაც ეს პროტესტი იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ჩვენი იდეა, რომ ეს
პროტესტი რაც შეიძლება მასშტაბური გახდეს, წეგანად თქვით, საორიენტაციოდ ავიღეთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს, როდესაც ჩვენ გვსურს რომ მთელი ლოკაცია რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეს პარლამენტი, კანცელარია და ასე შემდეგ, ხო, ყველა ეს ლოკაცია მოვიცვათ მშვიდობიანი პროტესტითა და აქციით და არა იმ ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის გამოხტომების მაგვარი მოვლენებით, რაც პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივია და ჩანასახშივია, ანტიქართულია და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მართველი გუნდის ინტერესებზე ასხავს წყალს რამე თუ გავიხსენოთ მაგალითად ეხლა ხანს ჩატარებული ის აქცია, როდესაც ვითომ შტურმით უნდა აეღოთ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და მაშინ მოხდა ადამიანთა დაკავება და პროტესტის, ესე იგი რაღაცა უაზრობაში გადაყვანა, არც კი ვფიქრობთ და არც კი აზრად არ გავივლებთ რაიმე ისეც, რაც დააზიანებს ჩვენს ერთობას და დააზიანებს საერთო ქართულ ეროვნულ ინტერესსა და საერთო ეროვნულ მიზანს, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდობიანი, უნდა ვიყოთ კონსტიტუციური, საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეულნი, არ უნდა დაირღვეს არც ერთი კანონი და ვისაც პროვოკაციული მიზნები აქვს და ვინც იწვევს პოლიციას და ვინც ცდილობს რომ კანონი დაარღვიოს, ძირშივე უნდა ითქვას რომ ის არის პროვოკატორი და მისი მოქმედება ეწინააღმდეგება ამ ჩვენს საერთო ეროვნულ პროტესტსა და ინტერესს, რაც არის ეროვნული ინტერესი და კატეგორიულად უნდა მოხდეს მათგან ჩვენი გამიჯვნა და თითოეულმა ადამიანმა ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს, ვინც იმ აქციებში მონაწილე იქნება. ჩვენ შემდგომ აქციებს დავაანონსებთ, ვიტყვით და განვაცხადებთ, რასაც გეგმავთ და როგორც გეგმავთ. ჩვენ ვაპირებთ პერმანენტულ აქციებს, ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ ორგანიზაციას და ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და ვისაც აქვს შინაგანი მოწოდება იმისა, რომ ჩაერთოს ამ პროტესტში და გამოხატოს თავისი ნება და აზრი ამ ინვესტიციების, ეგრეთ წოდებული ინვესტიციების წინააღმდეგ, რომელიც რეალობაში არის ტროას ცხენი და ამ ტროას ცხენში მოთავსებულია ანტიქართული საქმე, რაზეც მე წეღან ვისაუბრე და რაზეც მე მოგახსენეთ და აქედან გამომდინარე, ამ ყოველივედან გამომდინარე, ჩვენ მოგიწოდებთ და ჩვენ გთხოვთ თითოეულ ქართველს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენთ, ვინც ჩვენ გვიყურებთ და ვინც დღეს ჩვენთან ერთად იზიარებთ აი ამ გულისტკივილს, ამ საერთო ეროვნულ ნებას, რომ არც ერთ ჩვენს მოწოდებას, არც ერთ ჩვენს გამოხმაურებას საზოგადოების მიმართ არ შეხვდეთ რაღაცა სკეპტიკური, ცინიკური და ამ გულწრფელად ვამბობ მე ამას, ეს დააზიანებს საერთო საქმეს. ეხლა მე პირადად თორნიკეს, დავითს, ირმას, ბექას და იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდა და ვინც ლაპარაკობთ ამაზე, ხო, ამ მოძრაობის წევრებზე მაქვს საუბარი, ლანძღვა, გინება და ცილისწამება პიროვნულად ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, მეტიც სულიერი გაგებით ძალიან სასარგებლოა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, როდესაც მას ლანძღავენ და აგინებენ, თუ ის ამას დათმენით უყურებს და თუ ის ამას მიიჩნევს ღირსად, საკუთარ თავს რომ მიიღოს ეს შეურაცხყოფა და გმობა პიროვნული, საკუთარი ცოდვებიდან და ცოდვილი ცხოვრებიდან გამომდინარე და პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხებთ და მგმობართა ჩვენთა ვლოცავთ, არავის მიმართ არ აქვს პიროვნული მტრობა და დაპირისპირება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს შეურაცხყოფები და ეს ცილისწამებები, რომლებიც მომართულია ჩვენს მიმართ, აზიანებს საერთო საქმეს, რამე თუ ეს არის საერთო ეროვნული ნების გამოხატულება, ეს არის საერთო ეროვნული ნების აღსრულების პროცესი, ამ პროცესშია ჩართული ჩვენი მოძრაობა სხვა მოძრაობებთან ერთად და როდესაც ხდება ეს ცილისწამება, ეს დაპირისპირება, ეს დაყოფა და ეს ურთიერთ ბრალდებები, საერთო საქმისთვის ეს არის ყოვლად დამაზიანებელი, ყოვლად გაუმართლებელი და ბოლოს ეს ისევ და ისევ ქართულ ინტერესს აზიანებს. ამიტომ მე მოგიწოდებთ და ჩვენ მოგიწოდებთ, ჩვენი ეროვნული ერთობა, საქართველოს პატრიოტთა დიდი ერთობა, მოგიწოდებთ ყველას ერთობისკენ, მოგიწოდებთ ყველას საერთო სახალხო პროტესტისა და გამოხატულებისკენ, მოგიწოდებთ იმისკენ, რომ შეუერთდეთ ვიმეორებ ყველა იმ აქციას, რაც გაიმართება და ერთობლივი ძალებით შევძლოთ აი ამ პროცესის აგორება და განხორციელება იმისათვის, რომ
მივაღწიოს ჩვენს ეროვნულ ნებასა და მიზანს. ჩვენ შემდგომ აქციებს ცხადია დავაანონსებთ, ჩვენ შემდგომ აქციებზე ინფორმაციას მოგაწოდებთ, ჩვენ ვიტყვით ყველა იმ გეგმის შესახებ, რასაც გადავწყვეთ, როგორც გადავწყვეთ, ეს გაჟღერდება მედია კავშირი ობიექტივისა და სოციალური ქსელების საშუალებით და ჩვენ ყველა შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დიდი ერთობისკენ, მიმართული იქნება საერთო სახალხო გამოხატულებისკენ, ჩვენ უნდა დავანახოთ ქართულ ოცნებას, მართლ გუნდს, რომ ჩვენ გვაქვს შეურიგებელი ნება და პროტესტი იმის წინააღმდეგ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს არის დაუშვებელი, ეს არის ანტიქართული, ეს არის ყოველად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაც დღეს მომდინარეობს მართველი გუნდიდან საქართველოს წინააღმდეგ. ის მე ვაკითხვა, სად არის ამ დროს საპატრიარქო, მრავალი ღირსეული ღვთისმსახური, მიტროპოლიტი ილარიონი, მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტი, პირველი ხსენების მისი და სხვა მრავალი ღირსი ღვთისმსახური დღეს ამბობს და ღიად გამოხატავს თავის პროტესტს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობენ და არიან დიდება და მადლობა ღმერთს ღირსეული ღვთისმსახურები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომელიც ხმას იმაღლებენ და რომელიც არ უშინდებიან არავითარ შემთხვევაში ამ ყოველივე საჯარო დაფიქსირებას. ამიტომ თქმა იმისა, რომ სად არის ეკლესია და სად არის საპატრიარქო, ისევ და ისევ დამაზიანებელია მე ვიმეორებ ამ საერთო საქმისათვის. მე როდესაც წეღან ვლაპარაკობდი, ესე იგი ურთიერთცილისწამებებზე და ბრალდებებზე, მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს არ გულისხმობდი, აქ გულისხმობ ჩვენ საერთო ეროვნულ ორგანიზმს, სრულიად საქართველოს, ამ საქართველოში ეკლესია როგორც პატრიარქი ბრძანებს, როგორც ადამიანისთვის სულია ის ეკლესია, სულია ქართველი ერისა და როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ღვთისმსახურებს, როდესაც ჩვენ უპირისპირდებით საპატრიარქოს და საპატრიარქოს კრიტიკა თავის თავად გულისხმობს პატრიარქის კრიტიკას, რამე თუ საპატრიარქოში მისი მოსაყდრე პატრიარქის მოსაყდრე შიო და მთელი საპატრიარქოს წარმომადგენლობა დაქვემდებარებაშია და მორჩილებს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს. ეს არის მოცემულობა და ფაქტი და მე შეგახსენებთ, რომ როდესაც მამა ეფრემი იყო ვატოფეთის მონასტრიდან ჩამობრძანებული, მან თქვა, რომ ესე იგი სულ რომ არაფერი თქვასო უწმინდესმო, ხო ჩვენ ვიცით რომ უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირს ისე გამოსულა ხალხთან ისეთი ურთიერთობა როგორც ადრე და როგორც წლების განმავლობაში ის მას ახერხებდა, მაგრამ სულ რომ არაფერი თქვას და სულ რომ ჩუმად იყოსო თავის სენაკშიოს კვნილით ხელში, მხოლოდ მისი ლოცვაა საკმარისი იმისათვისო, რომ საქართველო მრავალ განსაცდელს აარიდოსო. ეს ბრძანა მამა ეფრემმა და მეცო როდესაც კოვიდი მქონდაო და როდესაც ავად ვიყავიო, მომაკვდავიო, მე ღვთისგან უწყება მაქვსო, რომ უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვის დამსახურება ის, რომ მე ღმერთმა გადამარჩინა და მე სიცოცხლე შემინარჩუნდაო. ეს ბრძანა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა და ამიტომ როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ საპატრიარქოს, როდესაც ჩვენ საუბრობთ სამღვდელოებაზე, ჯერ ეს ერთი მწყემსების ესეთი აუგი მოხსენიება სამწყსო ფარიდან ძალიან მძიმე და დამაზიანებელია თვითონ ადამიანებისთვის, ძალიან საშიში არის ღვთისმსახურების მიმართ ამაღლება სიტყვისა, როდესაც ეს არ არის სიყვარულითა და ესე იგი სინანულით და მართლაც იმ განწყობით წამოსული, როდესაც შეგიძლია მამას მიმართო, მაგრამ მამას როდესაც მიმართავ, როგორც ჩასაფრებული, როდესაც ცილისწავებელი, როდესაც მბრალდებელი და გამკიცხველი და შეურაცხმყოფელი, ეს გიბრუნდება ძალიან დიდ საჯელად, ძალიან დიდ ცოდვად და ერი ვერ მიიღებს მადლსა და კურთხევას ზეცისგან, როდესაც ერში არის ხმის ესეთი ამაღლება და ესეთი კრიტიკა და ესეთი შეურაცხყოფა ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის მიმართ. ეს არის დაუშვებელი, ამის უფლება არ უნდა მისცეს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თავის საკუთარ თავს. ეს არის ძალიან საშიში, ღვთის წინაშე არასწორი მოქმედებაა პირველ რიგში და ამაზეც ყველამ კარგად იფიქროს. ჩვენ ვიფიქროთ შერიგებაზე, დიდ საერთო სახალხო ეროვნულ შერიგებაზე, თანხმობაზე, ურთიერთ სიყვარულზე. გაბრიელ ბერი აღმსარებელი და სალოცავი მისი ლოცვა კურთხევა შეგვეწიოს ღირსი გაბრიელისა. მამა გაბრიელი ბრძანებდა ქართველ ერს ღვთისაგან აქ მიცემული სიყვარულის ნიჭი და ტალანტი და საქართველოს სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ამას ამბობდა მამა გაბრიელი და ვეცადოთ რომ ურთიერთ სიმძიმის ტვირთვითა და ურთიერთ სიყვარულით შევძლოთ საქართველოს გამოხსნა ამ ბოროტებისგან, რაშიც მას ხვევენ, რასაც მას უპირისპირებენ, შევეცადოთ რომ ურთიერთ შენდობით, პატიებით,
სინანულითა და სიყვარულით საქართველოს გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და როგორც მოსე მატარა 40 წელი უდაბნოში ებრაელი ერი და შეიყვანა აღთქმულ ქვეყანაში ჩვენ სასუებთ უფალს რომ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და სულიერი ხელმძღვანელობითა და დამწყემსვით ქართველი ერი ივლის ამ გზას გაივლის ამ განსაცდელებს და შევა აღთქმულ ქვეყანაში სასუფეველში და გაბწყინდება საქართველოს და გადმოვა მადლი და კურთხევა ქართველებზე და საქართველოს გაბწყინებით გამოვლინდება ღვთისის დიდი სასწაული როგორც ნაწინასწარმეტყველებია რომ ბოლო ჟამს დაამოწმებს უფალს ქართველი ერი და საქართველოს ეს მისიას აღსრულდება ქართველი ერის მიერ სადიდებლად ღვთისა სრულიად კაცობრიობისთვის იქნება ნათელი და შუქურა ბოლო ჟამს ქართველი ერი ასეთია წინასწარმეტყველება საქართველოზე ამ გზაზე უფალმა ქართველი ერის მწყემსად დაადგინა პატრიარქი ჩვენი ილია მეორე გააძლიეროს ღმერთმა და მრავალი წელი მისცეს მას და კეთილად ამსახუროს სრულიად საქართველოსა და უფალს და აქედან გამომდინარე ვიმეორებ დაუშვებელია ყოველგვარი ესეთი კრიტიკა, ყოველგვარი ასეთი საუბარი ეს იქნება ძალიან საშიში თითოეული იმ ადამიანის მიმართ დამაზიანებელი, დამანგრეველი და ძალიან ცუდის მომტანი, ვინც ხმას იმაღლებს და უდიერად მოიხსენიებს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსებს. როგორი ცოდვილი და როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს მღვდელი ერის კაცი თუ მას შეურაცხყოფს და აუგად იხსენიებს, ეს მას დააზიანებს და მას სასჯელად ექცევა. მე ვიცი და ვიზიარებ იმ აზრს, რომ მრავალი უღირსი სამღვდელო თაგანი არსებობს საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მრავალი ადამიანი როგორც ერში ისე ბერში სწოდავს და აშავებს ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ საუბრის ის ფორმები და ის გამოხატულებები, როგორც მრავლად მოედინება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, ეს არის ცოდვა წინაშე ღვთისა, ეს არის დამანგრეველი და დამაზიანებელი ჩვენი ერისთვის და სრულიად საქართველოსთვის და ყველა მამაზე ვიფიქროთ, ჩვენ ღვთის რწმენა გვაქვს და თუ ჩვენ გვჯერა სასუფევლისა და მარადიული ცხოვრებისა. თუ ჩვენ ვემზადებით იმ სამუკვარი მიზნისთვის, რაც არის სულის ცხონება, თუ ჩვენ ეს ამოცანა გვაქვს, მაშინ ვიფიქროთ ამაზე და მაშინ ასე წარმართოთ ჩვენი ცხოვრება რა. აი ამის თქმა მინდოდა. გეგა, მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წინა გადაცემები და ვახსენოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აქ სასულიერო პირებზე არ მაქვს საუბარი, საუბარია საერო პირებზე, რომლებიც აცხადებენ ურცხვად, რომ ეს ეგრეთ წოდებული ინვესტიციები არის ქვეყნისთვის სასარგებლო. რა არგუმენტებს შეაგებებდი მათ და როგორ ახსნიდი იმას, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს კუთვნილი მიწაწყლის გაყიდვა უცხოელებზე და რატომ არ შეიძლება ათეულ ათასობით ადამიანს წმინდა რაციონალური და სულიერი არგუმენტებით რატომ არ შეიძლება ათეულ ათასობით ადამიანს მისცე ბინადრობის უფლება და შემდეგ აქციონ მოქალაქეთ. რა საფრთხის შემცველია ეს? წმინდა იერემია წინასწარმეტყველი თავის ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც ქვია გოდება იერემიასი, ეს არის ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნის წერს. ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა და ხიზნები გავხდით საკუთარ მიწაზეო და ლევიტელთა მიმართ წიგნში ძველ აღთქმაში ასევე პირდაპირ წერია მოსეს რჯულში ღვთის სიტყვა რომ მიწა ჩემია და არავის აქვს უფლება სამუდამოდ გაყიდოს მიწა. ჩვენი პატრიარქის სიტყვებიც არის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესი რომ არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა. სულიერი თვალსაზრისით, სულიერი გაგებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა მიეცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს იმისათვის, რომ ამ მიწაზე ქართველ ერმა განახორციელოს და აღასრულოს ღვთის წინაშე დაკისრებული მისია და პასუხისმგებლობა, რომელიც მას აქვს სატვირთი და მეწეღან ამ მისიისა და ამ პასუხისმგებლობის შესახებ უკვე ვისაუბრე. აქედან გამომდინარე სულიერი მნიშვნელობით მიწის გაყიდვა ეს არ არის მხოლოდ მატერიალური საგანი, უპირველეს ყოვლის ეს არის სულიერი საკითხი. ამაზე ისაუბრა მიტროპოლიტმა ილარიონმა, მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა. ეს არის სულიერი საკითხი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბრძოლა იმისთვის, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს, სულიერი ბრძოლა არის უპირველეს ყოვლისა, ვიდრე პოლიტიკური და ვიდრე სხვა და სხვა. ეს
ეს საკითხი რაც შეეხება სულიერსა და ეკონომიკური საკითხი კიდევ რომელიც წეგან მე ვთქვი იმასთან დაკავშირებით რომ პოლიტიკური ისლამის გავრცელებისა და პოლიტიკური ისლამისა და ეთნოკულტურული ჩანაცვლების პრობლემა რომელიც საქართველოს წინაშე დგას იმ ყოველივედან გამომდინარე რის წინაშე ჩვენ ვიმყოფებით ვერანაირად ვერ იქნება საპირწონე და ეკვივალენტური იმ ეკონომიკური მოგებებისა რაც შეიძლება მოიტანოს ასეთმა ინვესტიციების ეგრეთ წოდებული ინვესტიციების განხორციელებამ სასწორის ერთ პინაზე რომ დევს ეს ინვესტიცია და მეორე პინაზე დევს ის ეროვნულ სახელმწიფოებრივი სტრატეგიული ინტერესები რაზეც ჩვენ უკვე წეგან ვისაუბრეთ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადასწონის ეკონომიკური ინტერესი და ვერც ექნება ისეთი დიდი ეკონომიკური დოლარი და მოგება ამ ყოველივეს როგორსაც ასე უნდათ რომ დასახონ ვერავითარი მსგავსი ვერ იქნება და ის მოგება თუნდაც რაღაცა გარკვეული მოგება რომელიც შეიძლება ერმა მიიღოს ვერანაირად ვერ გადასწონის ვიმეორებ მეორე პინაზე მყოფ იმ დიდ საფრთხეებს რაც დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს ქართულ ერსა და ქართულ სახელმწიფოებრიობას აქედან გამომდინარე ყოველივე ის პოპულისტური გამოხმაურებები და ახსნები ამ საკითხისა რაზეც პროპაგანდისტები ამ საკითხის პროპაგანდისტები ლაპარაკობენ რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ვერანაირ ესე იგი კრიტიკის ობიექტი ვერ გავხდებით ჩვენ ობიექტური კრიტიკისა ანუ ჩვენი პროტესტი ვერ შეფასდება მათ მიერ და ვერ გადასძალავს მათი არგუმენტები ჩვენს პროტესტსა და აქტივიზმს როგორც ისინი არ უნდა ეცადონ გულისო პოსტიბის და რაღაც სხვა მსგავს ესე იგი პროპაგანდისტულ მედია საშუალებებსა და პიროვნებებსა და ადამიანებს რომლებიც გარკვეულ რაღაც მცდელობებში არიან რომ ჩვენ ასე ვთქვათ ბრჭყალებში ჟარგონულად გაგვაშაონ ვერ შეძლებენ ამას იმიტომ რომ ჩვენსკენ არის ძალიან ბევრი უმყარესი არგუმენტი და მეორე მხარეს მყოფი მათი ბრალდებები ცილისწამებები და ფსევდო არგუმენტები რაზეც ისინი საუბრობენ ვერანაირად ვერ არიან მომრევი და დამძლეველი ჩვენი რეალური პროტესტისა და წინააღმდეგობისა რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ანუ ყველანაირი სიმართლე პოლიტიკურ ეკონომიკური გინდა და პირველ რიგში ვიმეორებ სულიერი უფრო გაცილებით უსასრულოდ აღმატებული და უფრო ფასეული და მნიშვნელოვანი და მტკიცია ვიდრე მათგან წამოსული ეს ბრალდებები და ცილისწამებები და თავის თავს ირცხვენენ ისინი ვინც ჩვენ აი ესე გვიპირისპირდებიან აქედან გამომდინარე არავის შიში არ ქონდეს არავის რაღაცა შებრკოლებულობის განცდა არ გააჩნდეს ამ პროტესტში მაგრამ უნდა გავცდეთ სოციალურ ქსელებს უნდა გავცდეთ ტელეეკრანებს უნდა გავცდეთ რაღაცა ვიწრო პირად რაღაც ჩარჩოებს და უნდა გავერთიანდეთ ერთსულოვნებაში არის ჩვენი გამარჯვება ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და ჩვენ ვიტყვით შემდგომი აქციების შესახებ, შემდგომი გამოსვლების შესახებ, სხვებით სიტყვიან და იმ სხვებთანაც მიდით და ჩვენს გეტყვით, როდესაც ეს გამოსვლები გვექნება. პირველი აქცია, რომელიც 2 დღის წინ ჩატარდა, იყო ბოლოს რომ დავთვალეთ, ანუ თავდაპირველად იყო 400-500 ადამიანი, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა 4 საათზე დაანონსებული აქცია. 4 საათზე იყო დაახლოებით 500 კაცამდე, 400-დან 500 კაცამდე. შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა, ბოლოს უკვე, როდესაც აქცია თავდებოდა, კიდევ ერთხელ რო დავთვალეთ დაახლოებით დავთვალეთ 1400-მდე ადამიანი. პირველი აქციისთვის ეს არ არის ის რაც შეიძლება ამ თემით გამარჯვებას მიაღწიო, მაგრამ პირველი აქციისთვის არის საკმაოდ ნორმალური მოცემულობა. იქიდან გამომდინარე, აგერ დავითი და ირმა საუბრობდნენ, როდესაც ციხის კადრების წინააღმდეგ გამოსვლებს ვიწყებდითო 300 კაცით ვიდეკითო, ზოგიერთი ამაზე იცინოდა და გვეუბნებოდა, რომ ხო ხედავთ ხალხში როგორი ნიჰილიზმია და არაფერს აზრი არ აქვს, მაგრამ ბოლოს 10,000-ობით ადამიანი იდგა თბილისის ცენტრში. ამიტომ პირველი აქციისთვის 1400 ადამიანი არ არის ცუდი, ვიმეორებ 1400 ადამიანით ჩვენ ვერ შევძლებთ გამარჯვებას, მაგრამ საწყის ეტაპზე, პირველ გამოსვლაზე და პირველ პროტესტზე ეს არის ნორმალური შედეგი და ამის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ 7-8 და 9000 არის მოწონება ჩვენს იმაზე, რა ქვია, სოციალურ ქსელის პოსტებზე და აქტივობებზე და გამოდის გარეთ 1400 კაცი, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ამაზე წეღანაც ვისაუბრე, რომ ჩვენ უნდა გავცდეთ სოციალური ქსელისა და
ტელეეკრანების სივრცეს და ჩვენი პროტესტი უნდა გადავიყვანოთ ქუჩაში ქმედითად რეალურად და ორგანიზებულად. ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და ყველამ უნდა იმუშაოს, ანუ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ეს პროტესტი გააჩნია, თვითონ უნდა გახდეს ორგანიზატორი და თავის ირგვლივ უნდა დაარაზმოს 5, 10, 20 თუ 30 ადამიანი თუ მეტი რამდენიც მას შეუძლია. ანუ, როდესაც ადამიანი აპირებს აქციაზე წამოსვლას, მან უნდა ეცადოს, რომ თავის ირგვლივ შეაგროვოს ადამიანების ჯგუფი და მათთან ერთად მოვიდეს აქციაზე. თვითონ უნდა მობრძანდეთ, თვითონ ჩვენ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, ხო, დავითი თარხან მოურავი ამაზე საუბრობდა. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ერთმანეთს უნდა შევხედოთ და გავიგოთ ვინ ვართ, რამდენი ვართ. ჩვენ ვიმყოფებით საგარელის 74 ნომერში, იცით თქვენ, აქ არის ობიექტივი სტუდია და აქ არის პატრიოტთა ალიანსის ცენტრალური ოფისი. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ, თქვენ შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ, თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ სოციალურ ქსელებში და თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან დაამყაროთ რეალური ურთიერთობა და კომუნიკაცია და ამით ჩვენ გავბევრდეთ, გავძლიერდეთ და უფრო ქმედითი, უფრო აქტიური და უფრო ნაყოფიერი გავხადოთ ის პროტესტი და ის აქტივობა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით და ამისაკენ არის ჩვენი მოწოდება, ეს არის ჩვენი სიტყვა და ეს არის ჩვენი ქმედება, რომელსაც თქვენთან ერთად განვახორციელებთ მხოლოდ და თუ ჩვენ მარტო შევძლებთ, რომ აი ტელეეთერებიდან მოგიწოდოთ და თქვენ თუნდაც დაგვეთანხმებით ან სოციალურ ქსელში მოგვიწონებთ ამ ჩვენს გამოხმაურებებს, ამით არანაირი შედეგი არ დაიდება. საჭიროა მეტი ქმედითი აქტივობა და ვეცადოთ, რომ ეს ასე იყოს რა. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ორი მაგალითი გავიხსენო. ერთი საქართველოს ისტორიიდან და ერთი ირლანდიის რესპუბლიკის ისტორიიდან. საქართველოს ისტორიიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დაიკარგა აფხაზეთი და როგორ დაიკარგა სამაჩაბლო. ეხლა მე მინდა ხაზგასმით თქვა ერთი რამ. აფხაზები, ოსები, ებრაელები, სომხები, უკრაინელები, რუსები, რიგით ადამიანებზეა აქ საუბარი. არიან ჩვენი ძმები. ყველა ერი არის ჩვენი მოძმე ერი. აბსოლუტურად ყველა. საქართველოში არაერთი წმინდანია, მათ შორის არაბიც, სხვათა შორის აბო, რომელიც გაქრისტიანდა და გაქართველდა შემდეგ, რომელიც წარმოადგენს სრულიად ქართველ წმინდანთა დასის ღირსეულ წარმოადგენელს. რაჟდენ პირველ მოწამე, რომელიც წარმოშობით იყო სპარსი და არაერთი შეგვიძლია დავასახელოთ, ჩუშანიკ დედოფალი, რომელიც იყო სომეხი წარმოშობით და ასე შემდეგ. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძეს დედა სომეხი ყავდა და ესე წმინდა სისხლის ქართველი დღეს რო ეძებო ძალიან ცოტა სვიპოვით გამომდინარე იქიდან, რომ 17 იმპერია იყო აქ შემოსული და 17-ვე იმპერია დაილეცა კავკასიონზე, მაგრამ ძალიან ბევრი მრავალ ეთნიკური, ასე ვთქვათ, ისეთი საზოგადოება ვართ ხომ და სისხლით არ განისაზღვრება მხოლოდ ქართველობა. ქართველობა განისაზღვრება ცნობიერებით, კულტურით, შეგნებით, პასუხისმგებლობით საზოგადოების მიმართ, ქვეყნის მიმართ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ ეთნოს, ნებისმიერ რელიგიურ, კულტურულ ჯგუფს ჩვენ პატივს ვსემთ. მაგრამ აქ საუბარი იცით რაზეა? შეიძლება შენ როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, რომელსაც სტუმარ მასპინძლობის უდიდესი ტრადიცია და კულტურა გააჩნია. მაშინ როცა თბილისი, სხვა ქალაქები და სხვა კუთხეები იყო ინტერნაციონალური ქალაქები და სამკვიდროები. ეს ყველაფერი გასაგებია. შეიძლება შეიფარო 500 კაცი, 1000 კაცი. მაგრამ როდესაც აქ არის საუბარი ათეულ ათასობით ადამიანის ჩამოსახლებაზე, ეს ხომ არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც არის გერმანია, სადაც დიდი თურქული დიასპორაა მაგალითად. ეს არის საქართველო, ხომ? ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს ეთნიკური ჩანაცვლების ამ მუხანათურ პროგრამას. დიახ, ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა საქართველოში, აფხაზმაც, ოსმაც, სომეხმაც, ებრაელმაც, უკრაინელმაც, იეზიდმაც, რა ვიცი, აისორმაც თუ ნებისმიერმა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ჩვენ ვართ მკვიდრი მოსახლეობა. მაგრამ ათეულ ათასობით და 100,000-ობით ახალი ეთნიკურად განსხვავებული და რელიგიურად განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანის შემოსვლა საქართველოში ეს იქნება საქართველოს დემოგრაფიული განადგურება. და როგორც შეგპირდით, გეტყვით ორ ისტორიულ მაგალითს. სამაჩაბლოში თავიდან ღირსეულად
მივიღეთ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. შემდეგ იქ ძალიან ბევრი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დასახლდა და შემდეგ ისევ გარეშე მტრის პროვოცირებით უთხრეს ამ ადამიანებს, რომ აი ქართველები ცუდად გეპყრობიან თურმე და თქვენი სახელმწიფო უნდა შექმნათ და ძალიან ბევრი ადამიანი ამას აყვა. იგივე მოხდა აფხაზეთში. აფხაზეთში მიწების გაყიდვით დაიწყო ყველაფერი. აფხაზეთი ეს უნიკალური მხარეა და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მხარის წარმომადგენელი ვარ და მე ორმაგად ბედნიერი ვიქნები, როდესაც იქ ღირსეულად დაბრუნდები. ირლანდიის მაგალითსაც გეტყვით. ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც დღეს უკვე დამოუკიდებელი ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოა, რამდენიმე საუკუნით ადრე, სანამ ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო შეიქმნებოდა, ინგლისელებმა, პროტესტანტმა ინგლისელებმა დაიწყეს აქტიური ჩასახლება და რა მოხდა? აი, როდესაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც მაიკლ კოლინზი, იმონ დე ვალერა და სხვა დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები იბრძოდნენ დამოუკიდებელი ირლანდიის რესპუბლიკის შესაქმნელად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრებმა ინგლისელებმა განაცხადეს, რომ ჩვენ არ დაუჭერთ მხარს ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ გვინდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ უნდა გამოვიტანოთ ისტორიიდან დასკვნები? ჰეგელი პირდაპირ ამბობდა, ისტორია ეს არის არა ფაქტების გროვა, არამედ აზრიანი პროცესი და ისტორია საუკეთესო მასწავლებელია. კი ეს არის არაზუსტი მეცნიერება, მაგრამ ეს არ აკნინებს ამ მეცნიერების როლს კაცობრიობის წინაშე. ბატონი დავით არხანმოურავი, დასასრულისკენ მივდივართ გეგა და ბოლო სიტყვას შენ მოგცემ, რასაკვირველია. დღეს ამბობდა, 380 წელი არსებობდა თბილისის საამირო. აი ესეთ საამიროებს, ჯერ მინი საამიროებს, შემდეგ მასშტაბურ საამიროებს შეგვიქმნიან თუ არ გამოფხიზლდებით. ბოლო სიტყვა გეგა. მოკლედ, ჩვენ გავაგრძელებთ აქტივობას, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც ხორციელდება ჩვენი მოძრაობა, ჩვენი მოღვაწეობა. ჩვენი მიზანია გავავსოთ რუსთაველის ტერიტორია, ჩვენი მიზანია გამოვიდეთ ძალიან ბევრნი და ამ გამოსვლით ჩვენ აღკვეთოთ საქართველოს წინააღმდეგ მომართული ეს ბოროტება რა. და ამის შესახებ ყოველი ჩვენი ნაბიჯისა და მოქმედებების შესახებ გვექნება განცხადებები, გვადევნეთ თვალი და ძალისხმებრად დაგვიდექით გვერდში. არა მხოლოდ ვიმეორებ სოციალურ ქსელებში და Facebook-ებზე თუ ტელევიზორებიდან ზარებით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სრულად არასაკმარისი. გამოგვეხმაურეთ, მოგმართეთ, გავიცნოთ ერთმანეთი, შემოგვიერთდით, მობრძანდით ჩვენთან და ვითანამშრომლოთ და ურთიერთ სიმძიმე ვიტვირთოთ. ურთიერთ თანადგომით შევძლოთ გამარჯვება. აი ეს არის ჩვენი მოწოდება და მომართვა თქვენ და მომართ. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რადიო მაუწყებელ და ტელემაუწყებელ ობიექტივს, პატრიოტთა ალიანსის გუნდს, მასში შემავალ სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის ქართული იდეის წევრებს. მადლობა გადაუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც აქციაზე მოვიდა ან რაიმე ფორმით გამოხატა მხარდაჭერა. მადლობა თითოეულ იმ ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს, ვინც პირადად ჩემთან, გეგასთან და მოძრაობის სხვა წევრებთან მოდიოდა და მადლობას ვიხდი და ეს ჩვენთვის არის არა მხოლოდ мотиваცია, არამედ პასუხისგებლობა და ვალდებულება თქვენ წინაშე. მადლობა მეგობრებო. ეშმაკს ეშინია სიმართლის, სიმრავლის არ ეშინია, სიმართლის ეშინია, ამას ხშირად ამბობდა ბატონი ლევან ჩაჩუა, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა სიმრავლეს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმრავლით, სიმართლით გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობას გისურვებთ ყველას, გაიხარეთ.